ყველაზე მაღალი დონე YouTuber-ობაში. რა არის, იცი რომ? PewDiePie სიტყვაზე ფორმას ვიძახი. ფორმას, ხო, ანუ და ნახე რა არის ყველაზე მაგარი ჩემი აზრით, ანუ და ზოგადად ვინც YouTube-ში კარგად ერკვევა, იცის რომ ასე არის რა. ყველაზე მაღალი დონის YouTuber-ი მაშინ ხარ, როცა კონტენტი არ გჭირდება საერთოდ. ანუ სულ ერთია, ანუ შენ ხარ კონტენტი. შენ თვითონ ხარ კონტენტი და ეხლა მე რომ წავიდე და მაღაზიაში ჩავიდე და მაღაზიაზე გადავიღო ვიდეო. შემიძლია ეს ისე საინტერესოდ დავანახო ხალხს, ან სულ ერთია, რასაც გადავიღე. ყველაფერი შემიძლია დავანახო ჩემს აუდიტორიას და იმათ მოეწონებათ, იმიტომ რომ ამ ვიდეოში მაინც იქნება რაღაცა ისეთი, რაც ამ არხს იმ სტატუსს ძენს, რომელიც მესმის ეს ბაზარი არა. ამერიკაში არსებობს ესეთი ტერმინი, კიდე სუპერ ფანი ქვია. რამდენი გამომწერიც ყავს, დაახლოებით მაგის 5% ითვლება, რომ მაგდენი სუპერ ფანი ყავს. სუპერ ფანი რას ნიშნავს, იცი, შენს მერჩს რო ყიდულობს აუცილებლად, ზარის ღილაკზე რო დაჭერილი აქვს და შენს ვიდეოს ელოდება. ხო, ბაზარი არა. და შენს თითოეულ აქტივობაში ყოველთვის ჩართულია რა. რამდენი პროცენტი იგულისხმება? საშუალოდ 5, მაგრამ ანუ YouTuber-ის პერსონალიტიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა ზოგს მეტი ყავდეს, ზოგს ცოტა. თუ გადაცემას აკეთებ ხოლმე YouTube-ზე, ეგ არ ყავს. ანუ გადაცემა სუპერფანი არ ყავს. და YouTuber-ის ძალა ფასდება იმითი, რამდენად ძლიერ community ყავს და რამდენად ბევრი სუპერფანი ყავს. და არა რამდენი ნახვა აქვს.